მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვთამაშობთ Minecraft, ისე ვთამაშობთ Dream League Soccer-ს. ეხლა დავიწყე თამაში, ანუ გულისხმობ რომ ეხლა ჩავთე, თორემ აქამდეც ვთამაშებდი, ამ წამს ჩავწერე ასევე, რომ ვიწყებ და რა ვიცი. ვანაგარ თამაშიან, ყოველ შემთხვევაში მე ეგ იმიტომ რომ ძალიან მომწონს. ბევრჯერ ჩამიწერე და ბევრჯერ წამიშლა იმის გამო რომ უკვე ძალიან მომბეზრებია. ერთი 3 თვე თამაშობდი ხოლმე ადრე. ანუ თუ ვიწერდი ხოლმე Dream League Soccer-ს, მაშინ ვთამაშობდი დიდი ხნით ხოლმე. სანამ ყველა კაცს არ მიყიდიდი მანამდე. სანამ ყველა კაცს არ შევავსებდი მანამდე არ შევდი ხოლმე ამ თამაშს. სიმართლე ითხრა, ცოტა სიარულის კონტროლი არის რაღაცნაირი, შეიძლება კარგად არ გამომივიდეს დაბლობის გიხდით, ასევე თუ რამე ხმა ისმის, ცუდად ბოდის გიხდით, იმიტომ რომ გარეთ არის ქარი, შეიძლება მოგისმოდეს და მეორე გოლიც გავიტანეთ. შეიძლება ესე არ მოგეწონათ ყურება, მაგრამ რომ თამაშობთ, ძალიან გინდოდა. ზამში შევიხართ. ყოველთვის ძალიან მომწონდა ეს Dream League Soccer-ი. ეს არის Dream League Soccer-ის პირველი ვიდეო, რომელიც მე დავდე. ანუ Dream League-ზე პირველი ვიდეო დავდე და მოგეწონება თავისუფლად და ლაიქით. გასული გამოტანა სამწუხაროდ. ლაიქით თუ არ ხვდებით რა საკუთრება დაბლა მარჯვნივ დაბლარი ვიაჭერ, რა შევიდა ანუ იმის მარჯვნივ დატანებულებს და ნახავთ ხოლმე მე Dream League Soccer-ში დამახსოვრებულია და მაგარ გოლებს არ ახსოვს. ეხლა ძალიან დიდი ხანია არ მithამაშია და მოვიგებ ყველაფერს მეგობრებო. ვთამაშობ კიდევ ახალს ერთ და შემდეგ უკვე მოვჭებით ვიდეოს. მე ვარ მე-6-ზე. მოდით გადავარქვათ სახელი ჩვენს კლუბს, თუ რაც არის edit name. Sassy groups იმიტომ რომ ერთ-ერთი კაცი შევქმნი, რომელსაც ცარცი დავარქვი, ცარცი, იმიტომ რომ ცარცი ვარ. სასურველი გამიჩნდა რომ დავარქვიეთ ცარცი. შემოკლევითი გვარი. ბევრს არ ვილაპარაკებ თამაშის დროს და არ შეიმჩნიოთ. თუ რამე პრეტენზია გაქვთ, აუცილებლად კომენტარებში შემოგეწონება ვიდეო დავაყენოთ. კიდევ გადავიღო ესეთი ვიდეოები. გოლი გავუტანეთ, როგორც ხედავთ. ძალიან მაგარია, კარგი გოლი გავუტანე. და როგორც შევწვი.
გავაგზავნოთ თამაში. მალე ვიყიდი ახალ კაცებს, მალე რა ამ ვიდეოში მოსმენთ რომ ვიყიდი. თუ ვიყიდი ალბათ მეკარეს ნოიერს ვიყიდი. დიდად ფერბურთი არ შედიას, მაგრამ რა ვიცი, ტელეფონში რომ თამაშობ რაღაც ძალიან მოწონს. პირველად დროინებას აკეთებ PSP-ში. გადავჭი ძალიან მაგრად გადავჭი მეორედ რაღაც შტანგას მოიწევს და აი საერთოდ გავიტანეთ გოლი ცუდად ის ჩემს კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბოდის კითხვით წავართვით და აი ძალიან დიდი პასი მოგვიდა კაცის შეცვლა ანუ ჩაწოდება არის სეთი პასი არის მეტი და დარტყმავდეს 10 მე შეჩვენილია რომ უკვე ვიცი უკვე კარგად ვიცი რომელი მოქმედებს და კიდევაც კარგად თამაშობ ვიცი როგორც ხდეთ შტანგას მოვარტყისევ და დაიწყო გოლი ისე გოლი კი არა ის დაიხლა ამოვარტყავს და დაუშტეს ახლა დაუშტეს უბრალოდ დაუშტეს და დავარტყა აი ლაკ არის 45 საათი გადის რაღაცნაირად წამებით არ გადის ანუ 45 წამი არ გასულა როგორც ხედავთ აღარ ვიცი რა გავაკეთე და მომჩიხეს ძალიან ცუდია ჯარიმები ძალიან მიყვარს ხშირად ვიტან გოლებს ჯობია რომ აქედან აი იმას მივცე პასი თავისუფალია ხო იქიდან უკვე შევალ საჯარიმოში და ალბათ გოლსაც გავუტან მაგრამ ჩაგუშავა აი ამ მექანიზმის გეგმები ნინისმა ძალიან ნელად არის უკვე ზოგი ფეხბურთელი იღება და გადავჭით ხშირად პასის მოგვირა ჩაწოდებას მოგვირა ის მეწაგართმევიდრე პასით იმიტომ რომ პასს რომ აძლევთ შემგროვებიან მაგრამ თავისუფალად გულებს მეორეჯერ ჩავჩიხეს ჩავჩიხოთ 10 არის ჩაჩხა კიდევ ხელს რომ მაღლავს და გვერდებზე მოხდება ფინტები ფინტები ყოფილიყო კიდევაც ჩავჩიხება კიდევაც ზოგი რამე პასდანა მოვიგეთ მეგობრებო ნახოთ რამდენი 9 წუთია ვიდეოს უყურეთ მოდი კიდევ ერთ სექს ვითამაშებ მომენტი 9 წუთიანი მაინც გამოვიდეს
ჩვენი ვიდეო და როგორც ხედავთ მესამეზე ვართ. ეხლა ატჰენს თუ რაღაცა სულთანში და ის ატჰენსი თუ რაღაც კვაიგი თამაშება Anderlecht და ჩვენ სავარჯიშოდ რომელიც მოიგებს ანუ ის გადავა მეორე ადგილზე როგორც დაინახეთ ჩვენ მართ მესამეზე და მივიწევთ უფრო წინ და წინ ხოლო მეორეზე ვინც იყო ადგილზე იყო გაჩერებული არც წინიწევდა არც დაბლა მოიწევდა და ჩვენ უნდა ვქნათ ისე რომ ავიდეთ პირველ ადგილზე არის ისინი ლეველები თუ რაღაცა და უფრო ხდება ბოლოს არის 1900-იანი რაღაცა და ეთავშებით ძველ ბარსას და რაღაცა ასევე არის ისინი ფინალები ძალიან ბევრი ფინალი მომიწია როგორც ხედავთ გამიტანის გოლი და ძალიან ცუდია როგორც დაინახეთ ძალიან კარგი დატკბილი იყო მაგრამ საერთოდ ვერ მოხერხდა კარებში შეტანა მაგრამ არა უშავს ეხლა მოხერხდება და გოლი არ გასულა პენალი არის მაგრამ რატომ აინც ვერ გავიგე პენალი არ მინდოდა ადვილი კი არის მაგრამ შეიძლება და ვერ გავიტანეთ მეგობრებო გოლი პენალი ვერ დავარკვეთ კარგად სამწუხაროდ მაგრამ ჯობდა რომ გოლი გასულიყო როგორც დაინახეთ გოლი გავიდა მაგრამ პენალი იყო ნეტავ ის მაინც ყოფილი იმიტომ რომ პენალზე რისკზე ვხარ როგორც გითხარით უკვე დიდი ხანია არ მითამაშია დრილიგა და ამიტომ პენალის კარგად ვერ ჩავაწურებ და ძალიან უშუალო მივიდა მეგობრებო როგორც დაინახეთ და აი ამან წამოსთო რომ შესაძლოა ძალიან ცუდად ჩაჭყავ მოცელა ერთად იყო და სამწუხაროდ ვერ გავიტანეთ გოლი მაგრამ მეორე რაუნდი დაიწყება თუ ანუ ფეხბურთში ისე კარგად ვერ ვერწევი ამიტომ და ალბათ ეხლა გოლსაც გავიტან და როგორც გითხარით გოლი ბოლო წამებზე გავიტანე 44 წუთი არის და უკვე 45 რაც ძალიან მაგარია ბოლო წამებზე გავიტანეთ და გავუწეთ როცა პირველ მატჩში თუ დაიწყებს შენი მოწინააღმდეგე გუნდი მაშინ მეორე მატჩში დაიწყებ შენ და ცენტრიდან და თუ პირველი შენ დაიწყე პირველ მატჩში მაშინ ცენტრიდან მერე ის დაიწყებს რაღაც ძალიან ისე თამაშობენ მაგრად ვერ წავართ გუნდს და აი აქ გადარჩი რომ გოლი არ გამიტანეს ეხლა ისე გავიტანე გოლი როგორც დაინახეთ ძალიან ცუდად წამართვა და ძალიან ნერვების მოშლილია როცა გართმევენ და საჯარიმოს ჩაჭხასდა ძალიან არ მინდა დაინახეთ სადაც სარეალ კავშირი აცილა მაგრამ მეც ანუ სარეალ კავშირი როცა
სერიალი კარიერის არის ძალიან მუდმივი და ძალიან ხშირად ვერ უტანხმოება გოლს. ძალიან მუდმივი და მოციქულია. და გოლი ვერ გავიტანეთ მეგობრებო, როგორც დაინახეთ. ძალიან ცუდი იყო. ეხლა ალბათ მოვიდა ანა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდან ყავთ რაღაც გამოგონილი კაცები, მე რა უნდა იყოს მესი, რონალდო, ბეილი და იცი. სხვადასხვა მოთამაშეები და გოლი გამიტანეს მეგობრებო. ძალიან ცუდია. ეხლა თუ ვერ გავუტანე გოლი, წავაგებ და ნამდვილად არ მინდა რომ ვიდეოში წავაგო. ვიდეოს გადაღების პროცესში წავაგო. ძალიან ისე თამაშობენ ანუ პასები და რაღაცები და კომბინაციები ცდილობენ. და აი ახლა წავაგე როგორც ვთქვი, ეს გოლი თუ ვერ გავიტანე, წავაგე და ვერ გავიტანე სამწუხაროდ და ამის გამო წავაგე ბოლო წამებს ვერ გავიტანე. და ძალიან ახლოს ვიყავი და აი სამწუხარო არის რომ წავაგე. ასევე გეტყვით რომ მოწეთ მატჩი უნდა ხმენება 6 წუთიანი იყო მატჩი სამწუხაროდ მეოთხე ადგილზე შემოვედით და პრობლემა მივიწევთ. და მენეჯმენტი არის და შეგვიძლია აქ როგორც ვთქვით თუ მწვანეზე არ არის და ყვითელზეა ან უნდა გავაზიაროთ ან კიდე უნდა შევცვალოთ. აქედან არის შედარებები შევცვალოთ და კიდევ შეგიძლია ისინი შევცვალოთ ადგილები ეს ხო მოკლედ ამ ვიდეოთი დაგემშვიდობებით. თუ მოგეწონათ ვიდეო აუცილებლად დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და თუ მოგეწონათ ვიდეო კიდევ ერთხელ გეტყვით რომ უნდა დალაიქოთ რომ კიდევ გადავიღოთ Dream League. ალბათ მოგეწონებათ და ნახვამდის.